რადიო იმედზე ნინო მეუნარგიასთან ერთად. ღია ეთერში დღის თემით დაგიბრუნდით სიახლე საქართველოს ავიაბაზარზე და მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი ჩვენი საუბრის თემა და სტუმარი ლევან მოსაშვილი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ბატონ ლევან მოგესალმებით. მოგესალმებით ნინო. მადლობა ჩართვისთვის და რაც შეეხება ქართულ ავიაბაზარს ახალი ავიაკომპანია Vision Air შემოვიდა და საინტერესოა როგორ შეაფასებდით ამ კომპანიის შემოსვლას, როგორია ზრდის პოტენციალი და რა შეიძლება ახდეს თან გისმენთ. მოგესალმებით ნინო, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოს დედაქალაქში ფრენა დაიწყო ევროპულმა კიდე ერთ-ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ Vision Air-მა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვას, განვითარებას, მგზავრებისათვის უფრო მეტი არჩევანია, რა თქმა უნდა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში ფრენა. Vision Air არის მოლდოვური ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებს უკრაინულ Skyap Airlines-თან პარტნიორობით. აღნიშნულმა ავიაკომპანიამ ოპერირება დაიწყო 2025 წლის ზაფხულის სეზონიდან. მის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე არის ძალიან დადებითი და პოზიტიური სიგნალი. რადგან ეს კიდევ ერთხელ უსვევს ხაზს, რომ საქართველოს ავიაბაზარი არის ძალიან მომხიბვლელი, მიმზიდველი. პირდაპირ ავიარეისები ამ საწყის ეტაპზე კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება თბილისსა და კიშინიაოს მიმართულებით. და გვაქვს იმედი, რომ გაიზრდება ეს ავიამიმოსვლის სიხშირეები. ეს უკვე მეორე ავიაკომპანია არის საქართველოში, რომელიც მოლდოვის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას ასრულებს. მეორე ავიაკომპანია არის Flyone, რომელიც ასევე თბილისსა და კიშინიაოს მიმართულებით ოპერირებს უკვე წარმატებით. კი ბატონო, და საინტერესოა თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რის გამოც საქართველოში პირველი 9 თვე მგზავრთა ნაკადისა და რეისების კუთხით რეკორდული აღმოჩნდა და ასევე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ზოგადად ქვეყნის ავიასექტორზე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარებაზე. ნამდვილად, მიმდინარე წლის 2025 წელი საქართველოს ავიაბაზრისთვის და საქართველოს ავიაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია და გამორჩეული წელია. საქართველოს ავიაბაზარზე მხოლოდ წელს 5 ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მგზავრთა ნაკადის და რეისების ზრდის რეკორდულობაში. მხოლოდ 9 თვის განმავლობაში საქართველოში სამივე საერთაშორისო აეროპორტში რეკორდული მგზავრთა ნაკადის მატება არის. მხოლოდ იანვარი-სექტემბრის განმავლობაში ჯამურად 18% არის ზრდა, 18% ძალიან დიდი ციფრი არის თუ ჩვენ შევადარებთ ანალოგიურ აეროპორტებს და ანალოგიური მასშტაბებს, თუნდაც ჩვენ სამეზობლოში ან რეგიონში, ეს ციფრი ძალიან მასშტაბურად და ძალიან მომხიბლავად ჩანს. 18% არის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18% მატება. ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რადგან მიუთითებს ეს ტენდენცია ქვეყნის სწორ საავიაციო პოლიტიკის გატარებას. მგზავრთა ნაკადის ზრდაც პოზიტიურად აისახება როგორც საქართველოს ტურიზმის განვითარებაზე, ასევე ეკონომიკაზე, საქართველოს ეკონომიკაზე. საქართველოში წელს ოპერირება დაიწყო ისეთმა მნიშვნელოვანმა და მსხვილმა ავიაკომპანიებმა, როგორიც არის ბრიტანეთში ფლაგმანი ავიაკომპანია არის, მოგეხსენებათ British Airways, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები შემოვიდნენ EasyJet, Air Serbia, Transavia France და შვეიცარიული Edelweiss. ეს განაპირობებს კონკურენციის სწორ ჯანსაღ კონკურენციას და კონკურენციის ზრდამ განაპირობა დაბალი ტარიფების დაწესება. რაც უფრო მომხიბვლელი და ხელმისაწვდომი არის მგზავრებისთვის. ფრენა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და მთავარი ფაქტორი. რომ 2025 წლის პირველი 9 თვე საქართველოში ძალიან პოზიტიური იყო და რა თქმა უნდა ეს თავისთავად აისახება პოზიტიურ დინამიკაზეც.
თბილისთან ერთად განსაკუთრებული ზრდა იყო ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებშიც. მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ჩვენ შევძლოთ, რომ მოვიმსახუროთ უფრო მეტ ავიაკომპანიას, ტურისტებს, მგზავრებს შევთავაზოთ უფრო მეტი სერვისი, უფრო მეტად მომხიბლელები გავხადოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა. საქართველოს აეროპორტები რეგიონში ფაქტობრივად ყალიბდება როგორც ხაბი, სატრანსპორტო ხაბი და ჩვენ გვაქვს იმის განცდაც და გვაქვს იმის პრეტენზიაც, რომ რეგიონში ვიყოთ ყველაზე წარმატებულები, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განვავითაროთ, უფრო მეტი ავიაკომპანია მოვიზიდოთ, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ მომავალ წელს უფრო მეტი ავიაკომპანია ვიხილოთ საქართველოს ავიაბაზარზე. კი ბატონო, და შესაბამისად რა უნდა გაკეთდეს იმისთვის კიდევ რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდეს, როგორ უნდა განვითარდეს საავიაციო ბაზარი, რომ კონკურენცია რეგიონში და მომსახურების ხარისხი გაიზარდოს. თავარი არის ის, რომ საავიაციო პოლიტიკა, რასაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად ატარებს, არის ძალიან პოზიტიური და სწორი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს სწორად ვითარდება, საქართველოს ავიაბაზარი სწორად ვითარდება. კონკურენციის და საერთაშორისო პარტნიორობის მიმართულებებით აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ჩვენი აქტიური ჩართულობა, რადგან ეს თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ სწორად მუშაობს სწორი საავიაციო პოლიტიკა. რადგან ბოლო წლებში ეს პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია, ჩვენს ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ საქართველოს ავიაბაზარზე. საქართველოს ავიაბაზარი გახდეს ხელმისაწვდომი. ბაზრების დივერსიფიცირება არის ერთ-ერთი ზუსტად ის ხელსაწყო, ის საშუალება, რომ ჩვენ საშუალება მივცეთ ახალ ავიაკომპანიას საქართველოს ავიაბაზარზე დაიწყონ ოპერირება. ახლა მთავარია ტემპი შევინარჩუნოთ. პირველ რიგში უნდა გაგრძელდეს აეროპორტების მოდერნიზება, გაფართოება. განსაკუთრებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მინდა ხაზი გაუსვა, მიმდინარეობს ძალიან დიდი მასშტაბური პროექტები, რაც აეროპორტის მასშტაბებს გაზრდის, საშუალებას მოგცემს, რომ უფრო დიდ და უფრო ფართოგაბარიტიან საჰაერო ხომალდებს მოვემსახუროთ. თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველოს ავიაბაზარზე შემოვა უფრო მეტი ტვირთი, საქართველოს ავიაბაზარზე შემოვა უფრო მეტი მგზავრი. ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ასოციაციებთან, როგორიც არის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ეგრეთ წოდებული ICAO და საერთაშორისო საავიაციო ტრანსპორტის ასოციაცია IATA. ჩვენ მივყვებით მხარ ახალ სტანდარტებს, ახალ გამოწვევებს. მუდმივად თანამშრომლობთ, რომ საქართველოში ყველა სტანდარტი და ყველა ის საერთაშორისო რეკომენდაცია და ის ყველა საერთაშორისო რეგულაცია, რასაც მიიღებს ეს ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაცია, საქართველოში იყოს სწორედ დანერგილი. ჩვენ ფეხ მივყვებით ამ პროცესებს. არ გვინდა რომ ეს პროცესი იყოს ჩვენთან გართულებული, გაძნელებული. ეს თავისთავად ხელს უწყობს ბიზნესის საიმედოობას, ფრენების საიმედოობას და ჩვენი გუნდი ხელისუფლებას ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საერთაშორისო სტანდარტები, რეკომენდებული პრაქტიკა და ნორმები საქართველოში იყოს უმაღლეს დონეზე. კი ბატონო, და გაზრდილია როგორც მგზავრთა ნაკადი, ასევე ავიარეისების რაოდენობა და რამდენად აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. კი ბატონო, გაზრდილი არის მგზავრთა ნაკადი, ფრენების რაოდენობაც 18% როგორც აღნიშნე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-იანი ზრდა ფიქსირდება. ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში სწორედ არის საავიაციო პოლიტიკაში რჩეული, სწორედ სტრატეგიულად სწორედ ხდება ჩვენი ბაზრების დივერსიფიცირება, სწორედ ხდება ავიაკომპანიებთან მოლაპარაკება. ეს უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს ავიაბაზარს უცხოელი ავიაკომპანიებისთვის, ტურისტული სეგმენტებისთვის, ტურისტული ნაკადებისთვისაც ეს მომხიბვლელი არის.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, გუნდურად მუშაობთ სხვადასხვა უწყებებთან ერთად, რომ ავიაკომპანიები დავაინტერესოთ, შევთავაზოთ საინტერესო მიმართულებები, საინტერესო პაკეტები. ამასთან ერთად პარალელურად ჩვენ ასევე ბაზრების დივერსიფიცირებას ვახდენთ და რა თქმა უნდა, როგორც ჩემს წინა ფრაზებში აღნიშნა, საერთაშორისო სტანდარტები და საერთაშორისო მოთხოვნები ჩვენთან ეს ყველაფერი დაცული არის. რაც ჯამში გვაძლევს მომხიბლელობას და იმის განცდას, რომ ეს დადებითი და პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებული იქნება მომდევნო წლებშიც. კი ბატონო და მომავალ კვირას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით თბილისში იმართება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ვორქშოპი. რა სახის სამუშაო შეხვედრა დაგეგმილი, რა თემები განიხილება? მადლობთ კითხვისთვის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინიციატივით და ორგანიზებით საქართველოში ტარდება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ეგრეთ წოდებული ICAO-ს რეგიონალური ვორქშოპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ICAO-ს ერთ-ერთი რეგიონი, ევროპული რეგიონი ვალდებულია ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი და ნორმა განერგილი იყოს სწორედ მის წევრ ქვეყნებშიც. საქართველოში ეს პირველად ტარდება ამ დონის ღონისძიება 11-12 ნოემბერს გაიმართება სასტუმრო ტელეგრაფში. ვორქშოპზე მოწვეულები იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, დელეგატები. ძირითადად ეს არის აეროდრომის ინფრასტრუქტურის მზიდუნარიანობის აეროპორტის ინფრასტრუქტურის შეფასების და კლასიფიკაციის თანამედროვე სტანდარტების და მოთხოვნების სწორად დანერგვა. ამისთვის ყველა ევროპული რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილი ამ ვორქშოპზე, რათა ორდღიან ვორქშოპზე, რათა სწორად იქნას გაგებული, აღქმული და ყველა იყოს ერთ ხაზზე. ყველა ქვეყანა ვალდებულია, რომ ICAO სტანდარტები თანაბრად იყოს დანერგილი და ჩვენც მოხარულები ვართ, რომ უამსხვილოთ ასეთი მასშტაბის ღონისძიებას. საქართველოს ყველა აეროპორტის წარმომადგენელი იქნება წარმოდგენილი ამ ვორქშოპზე. რა თქმა უნდა, ჩვენც და შესაბამის უწყებებთან ერთად მოხარულები ვართ, რომ ამ ორდღიან ღონისძიებას უმასპინძლებთ ICAO-სთან ერთად. დიახ და უახლოეს სამომავლო გეგმებზეც რომ გითხრათ. უახლოეს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ჩვენ აქტიურად მუშაობთ, როგორც აღნიშნე ინფრასტრუქტურულ პროექტებს შევეხები პირველ რიგში, აქტიურად მუშაობთ ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაზე. გვინდა რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ყველაზე მომხიბლელი და ყველაზე მიმზიდველი იმ კუთხით, რომ შეიძლება ყველაზე დიდ გაბარიტიანი საჰაერო ხომალდები შეზღუდვის გარეშე ფრენას. ასევე ნებისმიერ მეტეო პირობებში შეძლებს საჰაერო ხომალდი უსაფრთხო აფრენის და დაფრენის ოპერაციების განხორციელებას. ჩვენ ჭიდრობთ თანამშრომლობთ ჩვენ პარტნიორ კომპანიასთან, საქაერო ნავიგაციასთან, რომელთან ერთადაც ამ პროექტს წარმატებით ვახორციელებთ. ასევე განვავითარებთ ჩვენ სატვირთო მიმართულებებს, სატვირთო ფრენების მიმართულებებს. დღესდღეობით სატვირთო გადაზიდვები, საჰაერო გადაზიდვები მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესაძლებელი და ჩვენ შესაძლებლობას ვაჩენთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც თბილისის აეროპორტთან ერთად ჩამოყალიბდეს სატრანსპორტო სატვირთო ჰაბად. ასევე ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა შიდა აეროპორტების განვითარებაზე და მოდერნიზებაზე. რამოდენიმე პროექტი პარალელურ რეჟიმში დაწყებული გვაქვს ამ პროექტების განხორციელება პირველ ფაზაზეა, პირველ ეტაპზეა და ვცდილობთ ჩვენ რომ ეს პროცესები არ შევანელოთ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ამ პროცესებს და გვინდა რომ საქართველოში არა მხოლოდ საერთაშორისო ფრენები, არამედ შიდა ფრენებიც განვავითაროთ. ასევე გვინდა რომ ჩვენ შიდა ფრენები, რომელიც სუბსიდირებით ხორციელდება საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით, კვლავ გაგრძელდეს, განვითარდეს და საქართველოს ყველა ქალაქი და ყველა რაიონი ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. წარმატებული დღე. მადლობა, ლევან მოსაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი იყო სატელეფონო ხაზზე. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ავიაბაზრის სიახლეებზე. რადიო იმედის დღის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მე დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის, მადლობა.